გამარჯობა. კომენსატორის პირდაპირ ეთერშია გადაცემა პროფესიონალები. მე ამ გადაცემის წამყვანი ნუგზარ ბერიძე გახლავთ, სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი. ჩვენი წინა გადაცემები თუ გახსოვთ, თვითონ მსმენელო, მიეძღვნა ტარიფებს, რაც გასული დღეების და კვირეების უმნიშვნელოვანესი თემა იყო. გახსოვთ ალბათ საუბარი იყო არასაკმაყოფილო მოხმარებისათვის გაზის ტარიფების გაძვირებაზე, ასევე იყო საუბრები თბოელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გაძვირებაზე და ასე შემდეგ. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გქონდა პირველი ორი გადაცემა, საკმაოდ დეტალურად ვისაუბრეთ როგორც თვითონ ტარიფებზე, ასევე მათ დათვლის მეთოდოლოგიაზე და ამჟამად მიგვაჩნია რომ აქცენტი უნდა გადავიტანოთ უფრო სხვა რაკურსით, რა თქმა უნდა, ესეც დაკავშირებულია ტარიფებთან და ელექტროენერგიის ასე ვთქვათ სამხმარებლო ფასებთან, თუმცა პირველ რიგში მაინც დაკავშირებულია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან, როგორიც არის ენერგეტიკული უსაფრთხოება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობა. რამდენადაც მახსოვს თავის გამოსვლაში თუ ინტერვიუში ენერგეტიკის მინისტრმა კალაძემ ბრძანა რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა ქვეყნის პოლიტიკური თუ ასე ვთქვათ სოციალური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ტოლფასი საკითხებია. არ შეიძლება არ დაეთანხმოს ადამიანი ამ გამოთქმას და არ შეიძლება არ დაეთმოს მნიშვნელოვანი ყურადღება ამ საკითხების გაშუქებას. ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ასპექტი არსებობს, ამიტომაც დღეს ჩვენ სტუმრად აგვყავს სამი ასე ვთქვათ რესპონდენტი. ეს არის ჩვენი ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელი, ენერგეტიკის დეპარტამენტის უფროსი ბატონი დავით შარიქაძე, მსოფლიო გამოცდილება საქართველოსათვის ენერგეტიკული მკვლევარი ნატალია შათირიშვილი და პროფესორი ტექნიკის მეცნიერებათა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი დემურ ჩომახიძე. პირველ ბლოკში ჩვენ ვისაუბრებთ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ზოგადი თეორიული საფუძვლები ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის. ამ საკითხზე ჩვენ ასე ვთქვათ მცირედ განმარტებებს მოგცემს ნატალია შათირიშვილი. გამარჯობათ ნატალია. გამარჯობათ, მოგესალმებით. მადლობას გიხდით მოწვევისთვის. მეც მინდა დავეთანხმო ჩვენ ენერგეტიკის მინისტრს, რადგან ენერგეტიკის სექტორი ნამდვილად არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორი და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და სხვა დარგის განვითარება ენერგეტიკული სექტორის განვითარების გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომაც ენერგეტიკული უსაფრთხოება არის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი ქვეყნისთვის. ენერგეტიკული უსაფრთხოების ესე ვთქვათ განმარტება არის შემდეგი. ენერგეტიკული უსაფრთხოება ეს არის ეროვნული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილი, რომელიც გულისხმობს ენერგიის სხვადასხვა სახეების საკმარისი რაოდენობით უწყვეტ და ხარისხიან მიწოდებას ხელმისაწვდომ ფასად, ეროვნული ღირებულებების და ეროვნული ინტერესების განხორციელების უმზრუნველსაყოფად. ანუ აქ არის 4 მთავარი პარამეტრი. ენერგია უნდა იყოს საკმარისი რაოდენობით, ანუ ჩვენი მოთხოვნა უნდა იყოს სრულად დაფარული, ეს უნდა იყოს უწყვეტი ენერგია, ეს უნდა იყოს ხარისხიანი ენერგია და ეს ენერგია უნდა იყოს ხელმისაწვდომ ფასად. ენერგეტიკული უსაფრთხოება დაკავშირებულია ქვეყნის სხვა ძირეულ ინტერესების განხორციელებასთან და შესაბამისად მისი ზუსტი განსხვავება განსხვავდება ქვეყნებს შორის, თუმცა არის ინდიკატორები, რომელიც უმრავლეს ქვეყნისთვის არის საერთო, ამ ინდიკატორებს ახლა მოგახსენებთ. ერთ-ერთი ინდიკატორი ეს არის იმპორტზე დამოკიდებულება, ანუ რამდენად არის ქვეყანა იმპორტირებულ საწოლზე დამოკიდებული. ეს ინდიკატორი შეიძლება განისაზღვროს როგორც იმპორტირებული ენერგია შეფარდებული ენერგიის სრულ მოხმარებას, საბოლოო მოხმარებასთან. და რა თქმა უნდა, რაც ეს პარამეტრი უფრო პატარა არის, მით ქვეყანა არის უფრო ენერგეტიკულად დამოუკიდებელი და მისი ენერგეტიკული უსაფრთხოება უფრო ძლიერად არის დაცული. კიდე ერთ-ერთი ინდიკატორი ენერგეტიკული უსაფრთხოების ეს არის ენერგიის მომწოდებელი წყაროების დივერსიფიკაცია. აქაც რაც უფრო დივერსიფიცირებული არის ენერგიის მომწოდებელი წყაროებით, მით უფრო დაცულია ქვეყანა გარკვეული რისკებისგან და მით უფრო გაძლიერებული აქვს ენერგეტიკული უსაფრთხოება. აქ მინდა მოვიყვანო ერთი მაგალითი ჩვენი ახლო წარსულიდან, რომელსაც ყველას კარგად გვახსოვს. როგორც მოგესალმებათ, 2006 წლამდე საქართველოს ბუნებრივ გაზს იღებდა ძირითადად ერთი მომწოებლისგან, ეს იყო რუსეთი. თუმცა 2006 წლის ზამთარში და მაინც და მაინც 2006 წელს იყო განსაკუთრებულად ცივი ზამთარი და 2006 წლის ზამთარში მოხდა რომ ინციდენტმა ძალიან ნათლად გვაჩვენა რომ მხოლოდ ერთ მომწოდებელზე დამოკიდებულება ზრდის გარკვეულ რისკებს და იმ რისკებს ალბათობას.
ამ ინციდენტის შემდეგ გარკვეული გადაწყვეტილება იყო მიღებული და დღეისათვის ჩვენ გაზს ვიღებთ ძირითადად აზერბაიჯანიდან, თუმცა აზერბაიჯანთან გვაქვს გაფორმებული 3 განსხვავებული კონტრაქტი და მოხმარების დაახლოებით მხოლოდ 10%-ს ვიღებთ რუსეთიდან. ანუ ჩვენ ფაქტიურად გვაქვს 4 წყარო. მიწოდების წყაროაც გაუმჯობესა ჩვენ ენერგეტიკული უსაფრთხოება. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი ეს არის ქვეყანაში ენერგეტიკული რეზერვების არსებობა და მათი მოცულობა. აქაც ერთი პატარა მაგალითი მინდა მოვიყვანო ჩვენი ქვეყნის რეალიებიდან. აქამდე და დღემდე საქართველოს არ გააჩნია გაზსაცავი, ანუ უხეში თქვათ გაზის რეზერვი. თუმცა სამინისტრომ და გაზის დანავთობის კორპორაციამ დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა და რამდენადაც მე ვიცი, ეს საკითხი უკვე არის განხილვის პროცესშია. რატო არის გაზსაცავი ჩვენთვის ესეთი მნიშვნელოვანი? პირველ რიგში, იმიტომ არის ეს მნიშვნელოვანი, რომ გაზსაცავის არსებობა ფორს-მაჟორ სიტუაციაში ნეგატიური შედეგების შემცირებას საშუალებას მოგცემს და ამ სიტუაციასთან დაკავშირებული ენერგეტიკულ კრიზისს თავიდან აგვაცილებს, ანუ ეს 2006 წელს რო გქონოდა ჩვენ გაზსაცავი, მაგალითად, ჩვენ ამ ესე ვთქვათ, მოხმარების დეფიციტ, გარკვეულ მოხმარების რაოდენობას დაუფარავდით ამ გაზსაცავიდან და შესაბამისად ეს მოკლევადიანი ენერგეტიკული კრიზისი არ მოხდებოდა და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ესე ვთქვათ სარგებელი, რაც ასოცირდება ამ გაზსაცავთან, ეს არის ის, რომ მას შეუძლია შეარბილოს გაზის მოხმარების სეზონურობასთან დაკავშირებული ეკონომიკური დანახარჯები, იმიტომ რომ გაზის მოხმარება არის კვეტრას სეზონური, ზაფხულის გაზის მოხმარება დაახლოებით 4-ჯერ უფრო ნაკლები ვიდრე ზამთრის მოხმარება და დღესდღეობით ამ გაზსაცავის ფუნქციას ასრულებს სოკარი. ძალიან კარგი, თქვენ უკვე დეტალებზე გადახვედით, მოდით დეტალებით გადავღლით ჩვენს მსმენელს. მე უბრალოდ მაინტერესებს, მე რამდენად ვიცი თქვენ ამ თვალსაზრისით კვლევებსაც აწარმოებთ, რა საშუალებები გამოიყენება სხვადასხვა სცენარების განხილვისას და პერსპექტიული გეგმების შედგენისას. დიახ, როგორც მოგეხსენებათ, ენერგეტიკა არის გრძელვადიანი გადაწყვეტილების სექტორი. მაგალითად, ჰიდროსადგური რომ ავაშენოთ, შეიძლება დაგჭირდეს 100 წლამდე, ნუ სადგურის ზომას გააჩნია, შეიძლება 10 წელიწადზე მეტი დასჭირდეს სხვადასხვა ფაქტორების გამო. შესაბამისად, ენერგიაზე მომავალი მოთხოვნის დაკმაყოფილების გზა ჩვენ უკვე დღეს უნდა ავირჩიოთ. ანუ დღეს უკვე უნდა ვიყოთ მზად, რომ ჩვენი მომავალი გაზრდილი ენერგიაზე მოხმარება დავფაროთ. ამისთვის არსებობს სხვადასხვა ინსტრუმენტი, რათა ჩვენი გადაწყვეტილება იყოს დასაბუთებული და ეკონომიკურად გამართლებული. ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ ენერგეტიკული სექტორის სტრატეგიული დაგეგმვის სხვადასხვა მოდელებს. დღესდღეობით ცნობილი რამოდენიმე ესეთი მოდელი, რომელიც აბსოლუტურად ყველა განვითარებულ ქვეყანაში გამოიყენება სახელმწიფოს დონეზე და ასევე ბევრ განვითარებად ქვეყნებშიც გამოიყენება. ერთ-ერთი ესეთი მოდელი არის მარკალი, რომელზეც ჩვენ მუშაობთ 2009 წლიდან, ჩვენი ორგანიზაცია მაგაზე მუშაობს. ეს არის მთლიანი ენერგეტიკული სისტემის ეკონომიკური ოპტიმიზაციის მოდელი, ანუ ეს არის ძალიან კარგი ანალიზის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ სხვადასხვა ალტერნატივები გრძელვადიან პერსპექტივაში შევადაროთ. ამ მოდელის მეშვეობით გადაწყვეტილების მიმღებს შეუძლია ნახოს მაგალითად თუ რა გავლენას მოახდენს გარკვეული პოლიტიკის გატარება მთლიან ენერგეტიკულ სისტემაზე მოკლედ გრძელვადიან პერსპექტივებში. აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ ძალიან დადებითი დინამიკა მიმდინარეობს ამ მიმართულებით, რათა სამინისტრო ფლობს უკვე ამ ინსტრუმენტს. ჩვენი ორგანიზაცია შარშან ჩაატარა გრძელვადიანი ტრენინგი სამინისტროში, ენერგეტიკის სამინისტროში და შესაბამისად ეს ხელს შეუწყობს სამინისტროს, რომ უფრო დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღოს, დაიტესტოს სხვადასხვა პოლიტიკა, ინახოს თუ რა გავლენას ახდენს მთლიან ენერგეტიკულ სისტემაზე და რაც მთავარია, ენერგეტიკული სტრატეგიის შემუშავების დროს ეს არის იდეალური ინსტრუმენტი იმისთვის, რომ სხვადასხვა ალტერნატივები შედარდეს. ძალიან დიდი მადლობა სამინისტროს სახელით, ესე ვთქვათ, ყავს რესპონდენტი, ასე რომ თქვენ დიდ მადლობას გიხდით იმ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდეთ. ეხლა კი შევიცანოთ რეკლამაზე და დავბრუნდებით რამდენიმე წუთში. ბრუნდებით კომერსანტის პირდაპირ ეთერში გადაცემა პროფესიონალებით. ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკი ეძღვნება ენერგეტიკული პოლიტიკის ძირითად გამოწვევებს, კერძოდ საუბარი იქნება ესე ვთქვათ ენერგეტიკული საფრთხეების ძირითად გამოწვევებზე. დღეს ჩვენი სტუმარია ბატონი დავით შარიკაძე, ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკის დეპარტამენტის უფროსი. მოგესალმებით ბატონო დავით. მოგესალმებით. ბატონ დავით, როგორია ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის და კერძოდ ენერგეტიკული საფრთხეების ძირითადი გამოწვევები? თუ შეიძლება მოკლედ აუხსნათ ჩვენს მსმენელს. მოგესალმებით მსმენელებო. ორი სიტყვით გეტყვით ჩვენს ქვეყანაში ენერგეტიკული გამოწვევების ძირითად პრობლემებზე.
ქვეყანაში უკვე მიღებული არის ასე ვთქვათ ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ძირითადი მიმართულებები არის პირველი, რაც ჩვენმა წინა რესპონდენტმა განაცხადა, ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგების დივერსიფიცირება და ადგილობრივი რესურსების ოპტიმალური ათვისება. განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისება, საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება, ბაზრის მოდელის თემა, სატრანზიტო ფუნქციების გაზრდერება და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ენერგოეფექტურობის თემაც. რა თქმა უნდა, ყველაზე სერიოზული თემა არის ელექტროენერგიით მომარაგების დივერსიფიცირების თემა. ამას მშვენივრებს მოეხსენებათ, რომ ჩვენ ძირითადში დამოკიდებული ვართ ენერგომატარებლებზე, იმიტომ რომ ჩვენი მოპოვება არის მინიმალური, დაახლოებით წლის განმავლობაში 10 მილიონი კუბომეტრი გაზის მოცულობით, რომელიც ძალიან ცოტა არის. როდესაც ჩვენ დაახლოებით 2 მილიარდი კუბომეტრი გაზის მოხმარებას ვეწევით წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ქვეყანა მდიდარია ჰიდრორესურსებით, დაახლოებით ჩვენი წვიური გამომუშავების 80%-ზე მეტი წლების დამმიხედვით ეს ციფრი იცვლება ხოლმე, გამომუშავებაში არის ჰიდრორესურსების წილი. დანარჩენი არის თბოსალგურების წილი. ანუ თბოსალგურები მოგეხსენებათ მუშაობენ ენერგომატარებლებზე, ძირითადად ჩვენ ახლა მუშაობთ გაზზე და ამდენად მიბულები ვართ სხვა მომწოდებელ ქვეყნებზე. ანუ დამოკიდებულების ხარისხი ენერგომატარებლებთან მიმართებაში არის დიდი. რა ვქნათ, როგორ მოგიქცეთ, როგორ გადავწყვიტოთ ეს პრობლემები. პირველი, ჩვენი აზრით და ჩვენი ასე ვთქვათ, სამოქმედო გეგმაც არის ასე ვთქვათ, მაქსიმალურად და ეფექტურად უნდა შევეცადოთ ჰიდრორესურსების ათვისება. უნდა გავითვალისწინოთ მარეგულირებელი სადგურების ჩვენებლობის თემაც. კიდევ ამბობ, ეს გარკვეულწილად შეიძლება მტკივნეულად იყოს აღქმული მოსახლეობის მხრიდან, იმიტომ რომ თუ ჩიხუდონის თემა წამოწევდება ხოლმე. აუცილებელია მარეგულირებელი წყალსაცავები იმდენად რამდენადაც. ბატონო, დავით, თუ შეიძლება რამდენიმე სიტყვით აუხსნათ სმენას რა არის მარეგულირებელი ელექტროსადგური. აი ზუსტად, აი ახლა მაგის გვამინდოდა, მარეგულირებელი სადგური ეს არის სადგური, რომელსაც დარეგულირება, ანუ მარაგში აქვს შენახული წყლის რესურსი, რომელიც მომავალში, ანუ საჭიროების შემთხვევაში არის კილოვატ-საათები. ფაქტიურად წყალს ვაგროვებთ, მაგრამ ეს არის ელექტროენერგია და როგორც ჭირდება დისპეჩერს და ქვეყანას, ისე უნდა იქნეს გამოყენებული სხვადასხვა ვთქვათ სეზონის და მიხედვით. ახლა კიდევ ერთი ნიუანსი ჩვენი ასე ვთქვათ ქვეყნის მახასიათებელი ჰიდრორესურსთან დაკავშირებით ეს არის, რომ ჰიდრორესურსები ჩვენთან არის ძალიან გამოხატული სეზონური ხასიათის. ეს ნიშნავს, რომ ძირითადად მოდინება ხდება 60-70%-მდე დაახლოებით გაზაფხულის პერიოდში, დანარჩენი არის 40-30% სხვადასხვა მდინარეზე სხვადასხვა ხასიათის არის ეს მაჩვენებელი, არის ზამთრის პერიოდი. ამდენად მნიშვნელოვანია იმ წყალუხობის პერიოდში არსებული რესურსის დაგროვება და მისი ოპტიმალურად გამოყენება წლის სხვადასხვა თვეებსა და სეზონების მიხედვით. თუმცა ვერ გადაუვალთ იმასაც, რომ თქვენ ბრძანეთ უკვე, რომ ეს ენერგორესურსი ძალიან მაღალი სეზონურობით გამოირჩევა, არის პერიოდი წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენ ჰიდრორესურსი ფაქტიურად არ აქვს. აი ამ შემთხვევაში როგორ ვფარავთ ჩვენს მოთხოვნილებებს და ამ მდგომარეობად გეთანხმებით, უბრალოდ აი ეს ტერმინი რომ თითქმის არ გვაქვს, შეიძლება მოსახლეობა აღიქვას, რომ ზამთრის პერიოდში ჩვენ არ გვაქვს, ვთქვათ, ენერგიის წყარო. როგორ არ გვაქვს? მაგრამ აი ეს თბოსალგურების წილი რო ვახსენეთ დაახლოებით 20%-ის ფარგლებში, ეს არის ზუსტად შემოდგომა ზამთრის აი ეს პერიოდი, როცა ჩვენ გვიჭირს და გვაკლია ასე ვთქვათ ჰიდრორესურსები. აი ზუსტად აქ არის ჩვენი დიდი ჰიდროელექტროსადგურის ენგურის დამსახურება, რომელიც ძალიან გვეხმარება თავისი მარეგულირებელი წყალსაცავის სახით. არა მარტო ენგური, აქ არის ხრამის წყალსაცავი, წალკის წყალსაცავის სახით, ჯინვალი, შაური. თუმცა ეს ალბათ საკმარისი არ არის საუბარი. თუმცა კიდევ ამბობ, თემა არის ძალიან მტკივნეული, იმიტომ რომ კიდევ ამბობ, ვიმეორებ ალბათ, რომ ენერგომატარებლებზე ვართ დამოკიდებულები და დამოკიდებულების ხარისხი არის მაღალი, იმიტომ რომ დაახლოებით 99% შემოტანილი გვაქვს და ამდენად მიზანშეწონილი არის, რომ ეს დამოკიდებულება იყოს მინიმიზირებული. ანუ შევცვლებული იყოს ეს ხარისხი.
აქ ორი თემა ისევ და ისევ ამბობ, რომ მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ამავდროულად გასათვალისწინებელია ერთი მთავარი მომენტი. რესურსების თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი რეზერვები. ენერგოეფექტურობის სახით, ენერგოტევადი წარმოებების სახით, სადაც შესაძლებელი არის, რომ ეს ენერგოტევადური ძველი მოძველებული, ასე ვთქვათ, აგრეგატებისა და საშუალებების თანამედროვე მოდით მოხმარებაზე შემდგომ შევეხოთ თუ შეიძლება და ჩაგიკითხებით. ეს დავამატებ კიდევ ბატონო გზარ, თემა არის ძალიან საინტერესო. ჩვენც გვაქვს რესურსები, ბუნებრივი, რომელსაც უნდა კვლევაძიებები და დაძიებით სამუშაოების გაგრძელება, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა, მაგრამ გარკვეული ნაბიჯები აქაც არის წინ გადადგმული. თუმცა ჯერ ასეთი კაი შედეგები არ აქვს, მაგრამ იმედი არის ჩვენი გეოლოგები და მომპოვებლები, ასე ვთქვათ, იმედს ვაძლევენ. უკაცრავად ჩაგეკითხებით ერთ რამეს, ჩვენ რა თქმა უნდა ვლაპარაკობთ ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, თუმცა არის ამბიციური გეგმები ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში ეს ორი თემა რამდენად თავსებადია და რამდენად, ასე ვთქვათ, ქვეყნის ინტერესებში და მოსახლეობის ინტერესებშია. რა თქმა უნდა, ეს საინტერესო თემაა, იმიტომ რომ ხშირად ისმის ეს საკითხი და კითხვები. რომ დაუშვათ ჩვენ ექსპორტისთვის ხო არ მუშაობთ ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა. მოდით ჩვენ ესე გავხედოთ, არის გარკვეული მოდელი შექმნილი, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ქვეყანა და რა შეიძლება იყოს დაუშვათ 20 წლისათვის, 21 წლისათვის, დაუშვათ მოთხოვნები როგორი არის. როგორი შეიძლება იყოს. დაახლოებით წელს არის დაახლოებით 10 მილიარდის ფარგლებში მოხმარების მოთხოვნა ბალანსით. 2021 წლისათვის ეს უკვე არის დაახლოებით 18 მილიარდი. თუ ჩვენ ავიღებთ არსებულ დინამიკას. თუ ავიღებთ, ვთქვათ, მოხმარების დის, ვთქვათ, გასული წლის შედეგებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, მოხმარება იზრდება არა მარტო საზოგადოების მოხმარების ხარჯზე, არამედ სამრეწველო მოხმარების. სხვადასხვა აი იმ პერიოდში, როცა საქართველოში მრეწველობა მუშაობდა, რამდენი იყო მოხმარება თუ გავს? ყველაზე პიკი იყო 18 მილიარდი, აქედან 4 მილიარდი იყო იმპორტირებული, ესე დავარქვათ საბჭოთა კავშირის დროს იმპორტი არ არსებობდა, ეგეც იცნება, მაგრამ მეზობელი რესპუბლიკებიდან შემოსული ელექტროენერგია, სპონსორი იყო დაახლოებით 7 მილიარდი და დანარჩენი იყო მშვიდრო. აი ჩვენ რომ მოგვესწრო მაშინ აგვეშენებია ხუდონი და დამახვანი, დღეს ალბათ ბევრად სასიკეთო სურათი გვექნებოდა. თუმცა ალბათ მიდგომები უნდა იყოს ძალიან ფრთხილი, ძალიან კომპლექსური და რა ვიცი, მეგონი მუშაობს ამაზე სამინისტრო. სასახად ჩვენი ვთქვათ მიდგომა არის ესეთი, არა მაქსიმალურად ათვისება, არამედ ეფექტური ათვისებაც უნდა იყოს. სოციალური, ეკოლოგიური გარემოზე ზემოქმედების, ასე ვთქვათ, ნებისმიერი მშენებლობა არის გარემოზე ზემოქმედების საშუალება, ასე ვთქვათ, მაგრამ ნებისმიერ ესეთ ზემოქმედებას უნდა კონდეს ადეკვატურად უფრო მეტი პლუსი ვიდრე მინუსი. აი ჩვენ ასე ვუყურებთ ყოველებას. პლუს ამას დავუმატებ ერთ მოსაზრებასაც, ჩვენ ყველა ეს პროექტები, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, ესების განვითარებასთან დაკავშირებით, მიგვაჩნია რომ უნდა იყოს ევროსტანდარტების მოთხოვნის შესაბამისად, როგორც პროექტირება, ისე მშენებლობა. და მომავალშეულად ექსპლუატაციაც ანალოგიურად უნდა გავითავისოთ, სხვანაირად არ გამოვა. ვამდავით, კიდევ ერთი კომპეტენცია ენერგეტიკის სამინისტროსი, ეს არის ქვეყნის ენერგეტიკული ბალანსების დამტკიცება. რაზე ვრცელდება ეს კომპეტენცია და აი როგორია ამ თვალსაზრისით სამინისტროს აქტივობა? მოგახსენებთ, სამინისტრო ამტკიცებს ორი სახის ბალანსს. ერთი არის ელექტრული ბალანსი, ეს არის ელექტროენერგიის მიწოდება მოხმარების ბალანსი, რომელიც მტკიცდება წლის ბოლოს. დამტკიცების მეთოდოლოგია ახლა არსებობს და უბრალოდ დროს აღარ თავს აღარ შეგაწყვეტა და აღარ წაგარტყევთ. ამავე დროს სამინისტრო ამტკიცებს გაზის მიწოდება მოხმარების ბალანსიც. ესე წლის დასასრულს, მომავალი წლის გეგმების გათვალისწინებით მტკიცდება. ელექტროენერგიის ბალანსთან დაკავშირებით სახეზე არის სთის ტემპები მოხმარებაში. და რადგან ჩვენი გენერაციის, ასე ვთქვათ, საშუალებები ჯერჯერობით ახალი არ შემოსულა, რამდენიმე თუ არ ჩავთვლით, გვაქვს უკვე, ვთქვათ, უცხო ქვეყნებიდან შემოტანის მოთხოვნა გაზდი. ანუ იმპორტი გვეზრდება ჩვენთან და თუ ჩვენ არ შევაშველებთ ხელს, დავუშვათ, ახალი ობიექტების მშენებლობით,
ან კიდევ რაც ძალიან მოახსენეთ ენერგოდაზოგვის მექანიზმები, იგივე დაუშვათ მოსადგურის ახალი თანამედროვე კომბინირებული ციკლის ახალი სადგურების მშენებლობა, რომელიც ჩაანაცვლებს ძველს დაბალი მარიქმედების კოეფიციენტის მქონე აგრეგატებს. აი ეს თუ არ განვახორციელებთ, ჩვენ სასახად დავრჩებით, ასე ვთქვათ, მომწოდებლის ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით იმპორტის და იმპორტიორების იმედზე. აი ეს უნდა თავიდანვე ამოვრიცხოთ. ჩანართი გავაკეთო, რომ ალბათ შეიძლება რადიოსმენელი არ იყოს საქმის ყურში, რომ დაფიქსირდა ესეთი პიკური ფასი საბალანსო ელექტროენერგიის, რაც იმას ნიშნავს, რომ ესე ვთქვათ ის საბალანსო ელექტროენერგია ჩვენ იძულებული ვიყავით შემოგვეტანა იმპორტით და შესაბამისად მისი ფასი ავიდა 13.6 მიათეთ თეთრამდე იმ დროს, როდესაც სამხმარებლო ტარიფში გაცილებით მცირე ნიშნულია ჩადებული და შესაბამისად ძაბავს გარკვეულწილად ტარიფსაც და მიღებულ შემოსავლებსაც. გეთანხმებით იყო ესეთი შემთხვევა, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე არის ესეთი სიტუაციები რეჟიმული თვალსაზრისით და მომხმარებელს რომ არ ეგზნო ის უარყოფითი გავლენა მოწოდების შეფერხების თვალსაზრისით, სახელმწიფო იძულებული იყო ესე ნაბიჯი წასულიყო, რომ დაგვიბალანსებია. აი ზუსტად ანალოგიური სიტუაციები დაგვიდგება მომავალში, თუ ჩვენ არ გვექნება ეს რესურსი ათვისების ვთქვათ საკუთარი სიგრძნავრე, თუ არ გვექნება ეს ჩვენ გვექნება ძალიან ცუდი სიტუაცია, რომელიც პირდაპირ დაარტყავს მომხმარებელს ან მიწოდების ხარისხს. ან არ მინდა ამ ცუდი დროის გახსენება 90-იანი წლების ყველა სახსოვს დეფიციტი და დეფიციტს რა მოყვებოდა ხოლმე. ამიტომ ქვეყნის განვითარებისათვის, საზოგადოების განვითარებისათვის, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლების აუცილებლად აუცილებელია, აი რაც მოგახსენეთ. მე მინდა კიდევ ერთხელ ესე ვთქვათ, მაბატიეთ რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ დრო სამწუხაროდ საკმაოდ შეზღუდულია, მინდა რომ რაც შეიძლება ბევრ საკითხებს შევეხოთ. აი ნატალია მისაუბრა დივერსიფიკაციაზე. ეხლა ჩვენ ვლაპარაკობთ მუდმივად ერთ და იგივე რესურსზე, ეს არის ჰიდრორესურსი. აი ამ კუთხით როგორ არის საქმე? სხვა რა რესურსზე შეიძლება გქონდეს, ესე ვთქვათ, რომელი რესურსის იმედი შეიძლება გქონდეს ამ თვალსაზრისით? მე ახლა შევეხე ამ საკითხს, უბრალოდ კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ჰიდრორესურსის გარდა ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი ენერგოეფექტურობის ხარისხის ამაღლებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ფაქტობრივად ჩვენ დაახლოებით 30%-ზე მეც ალბათ ექსპერტების შეფასებայի ციფრი ცოტა სხვადასხვა არის, მაგრამ საშუალოდ ვთქვათ 30% არ არის ცოტა ფლანგავთ. ანუ არ ვიყენებთ ეკონომიურად ეს ციფრი სერიოზული ციფრი არის. მეორე, მე შევეხე რომ გვაქვს ჩვენ დაძაბული რესურსი ბუნებრივი რესურსი, რომელიც ძიება და მოპოვება უნდა გავაგრძელოთ და გავზარდოთ ის მოცულობა, რა 10 მილიონი უნდა გახდეს უფრო მეტი და მეტი. აქ ალბათ თქვენ გულისხმობთ კიდევ რომ ჩვენ გვაქვს განახშირის რესურსიც. მაგასაც და კიდევ მინდა რომ მაქსიმალურად ყურადღება მივუქცეთ განახლებაც აი ქართულ მიმართებაში. გეთანხმებით, მე ხო დროის სინცირის გამო აღარ შევეხე ეს დეტალებს. ჩვენ გვაქვს პროექტები ქართულ მიმართებაში. 20 მეგავატიანი უკვე ასე ვთქვათ ჩაშვებული არის. დამთავრებულია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, დამთავრებული არის ტენდერის გამოცხადება საზედამხედველო საკონსულტაციო ასე ვთქვათ იურიდიული პირის მხრიდან ესეც დასრულების სტადიაშია და უახლოეს პერიოდში დავიწყებთ მის მშენებლობას. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის პოზიტივია. მით უმეტეს რომ რამდენადაც მე ვიცი, ქარის რესურსი ჩვენ იმ პერიოდში გვაქვს, როცა ჰიდრორესურსზე გარკვეულ პრობლემები. ქარი თვითონ ბუნებრივად არის ძალიან სეზონური, განსაკუთრებით შემოდგომის ბოლო ზამთარი, გაზაფხულის დასაწყისი. ზაფხულის პერიოდშიაც ჩვენ ისედაც გვაქვს ჰიდრორესურსი, ქარის სიჩქარე მინიმუმამდეა, ამდენად ეს გარკვეულწილად ეს პირველი მერცხალი იქნება, შემდგომ ვფიქრობთ კიდევ მის განვითარებას. გვაქვს შესაბამისი პროექტებიც. ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ მოდით კიდევ ცოტა სხვა რაკურსით შევხედოთ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. აი ამჟამად ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, ქსელი, რამდენად უზრუნველყოფს უსაფრთხო, ასე ვთქვათ, საიმედო და ხარისხიან ელექტრომომარაგებას. ჩვენ ვილაპარაკეთ ამ თემაზეც, რომ აქ რამდენიმე პარამეტრი არსებობს. რამდენად ჩემთვის ცნობილია, დამუშავებული იქნა და ენერგეტიკის სამინისტროში წარმოდგენილი იქნა დასამტკიცებლად გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა.
ეს არის ძალიან კომპლექსური, მე მინახავს ძალიან კომპლექსური და ძალიან ესე ვთქვათ დიდი სამუშაოა, რომელზეც ძალიან მაღალი დონის სპეციალისტებმა იმუშავეს და ამჟამად თქვენი ასე ვთქვათ შეფასების ქვეშაა ეს დოკუმენტი და რას ეხება თუ შეიძლება მოკლედ რო აუხსნათ, იმიტომ რომ ეს ახალი თემა აბსოლუტურად და ძალიან საინტერესო თემაა სხვათა შორის. მოგახსენებთ ინფრასტრუქტურის განვითარების 10 წლიანი გეგმა რამდენიმე საკითხს ეხება. პირველი, აი ზუსტად სპეციალმა შეიძლება არ იცოდეს, ჩვენი ქსელი და გენერაციის ობიექტები ისე არის გადაწყობილი, რომ დასავლეთში არის თავმოყრილი ჰიდროელექტროსადგურების დიდი ნაწილი, ადრე თქოსადგურები აქეთ მხარეს ან აღმოსავლეთში იყო, თუმცა მათი წილი შემცირებულია მნიშვნელოვნად და გადმოცემის საშუალება დასავლეთში ან აღმოსავლეთში არის ერთი 500-იანი სერიოზული ქსელით, რომლის ან შეკეთებაში გამოყვანის, ან ავარიის, ან გარკვეული შეფერხებებისა და გამო უკვე ხარისხი დასავლეთთან აღმოსავლეთში, სიმძლავრის განვითარებისა და აღმოსავლეთში ასე ვთქვათ ელექტროენერგიით მომარაგების მექანიზმები უკვე მოიკოჭლებს. აი ამასაც მოიაზრებს ეს სქემა და მეორე მთავარი რაც არის, ჩვენ უქმნით ჩვენ ვთქვით რომ უნდა შევქმნათ ჰესების დიდი პოტენციალი, შევქმნათ სადგურები და აი ეს სიმძლავრების გამოტანის და ზოგი საექსპორტო ზოგი კიდევ შიგაქსელის განვითარების თვალსაზრისით აი ამასაც მოიაზრებს, რათა მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ ჩვენს ინვესტორსაც, რომ შეძლოს სიმძლავრების გამოტანა და ქსელში შემოიტანა. მას რა თქმა უნდა გარანტირებულად უნდა გქონდეს საშუალება თავის მიერ ასე ვთქვათ წარმოებული ელექტროენერგია მიაწოდეს მომხმარებელს თუ გაიტანოს ელექტროენერგია. რა თქმა უნდა, ეს არის აუცილებლად ქსელში მიტანა ან კიდევ სატრანზიტოდ საექსპორტო რეჟიმში მთელი შეწყობის მექანიზმი. დიდი მადლობა ბატონ დავით, ძალიან საინტერესო თემა. მე აღარ გადაგვიყვი დეტალებით, იმიტომ რომ ვიცი რომ ახლა ჯერ ისევ შესწავლის სტადიაზე ხართ 10 წლიან გეგმასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ საინტერესო საუბრისათვის, საინტერესო თემებისათვის. ჩვენ კი ისევ შევისვენოთ რეკლამაზე და დავბრუნდებით მესამე ბლოკში გადაცემის. ბრუნდებით კომერსანტის პირდაპირ ეთერში გადაცემით პროფესიონალები. წინა ორ ბლოკში ესე ვთქვათ მონოპოლია ავიღეთ საინჟინრო კუთხით, თუმცა ახლა ჩვენი სტუმარია ცნობილი ეკონომისტი დემურ შობახიძე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ჩვენ გვინდა სწორედ იმ ეკონომიკურ საფუძვლებზე ვისაუბროთ, რომელიც აქვს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, საერთოდ ენერგეტიკას. მოგესალმებით ბატონ დემური. მოგესალმებით. როგორია ენერგეტიკის ეკონომიკური საფუძვლები და რა ფასი აქვს ენერგეტიკულ, ასე ვთქვათ, დამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას? თუ შეიძლება მოკლედ ძალიან შეგვიძლია მოკლედ თქვა. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ენერგეტიკა თავად წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკურ საფუძვლებს. მისი საბაზო დარგს, როგორც ხატოვნად ამბობენ, იგი ეკონომიკის რთული და ცოცხალი ორგანიზმის მთავარი მაცოცხლებელი ძარღვია. რაც შეეხება ენერგეტიკის ეკონომიკურ საფუძველს, აქ რამდენიმე ფაქტორზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. პირველ რიგში ეს არის ადამიანური რესურსები და ენერგეტიკული კადრები. იგი დარგის მთავარი სიმდიდრეა და ორგანულ კავშირშია მის მუდმივ განვითარებასა და ცვლილების რთულ პროცესთან. საგულისხმო რომ ადამიანური რესურსების რაოდენობრივი გადიდების ტოლფასია მისი ხარისხობრივი გაუმჯობესება. თავისი განვითარების რთულ და ხანძრულ პერიოდში საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მნიშვნელოვანი შრომითი პოტენციალი შეიქმნა. ენერგეტიკული კადრების ორგანიზებულ ჩამოყალიბებას ჯერ კიდევ პირველი ხესების, ზახესის, რიონხესის, ხრამხესის და სხვათა მშენებლობის პერიოდში ჩაეყარა საფუძველი. არსებული მონაცემებით უკვე 1950 წელს ტრესტ საქიდროენერგო მშენში მუშაობდა თითქმის 5000 კაცი, რომელთა რიცხვი თანდათან იზრდებოდა. 2013 წლის დამდეგს კი ელექტროენერგეტიკაში მხოლოდ საექსპლუატაციო ნაწილში 12000-ზე მეტი კაცი იყო დასაქმებული, რომელმაც აწარმოა 770 მილიონი ლარის პროდუქცია. ინტერესმოკლებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში 1913 საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება დაახლოებით 500-ჯერ გაიზარდა. დარგის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური საფუძველია ბუნებრივი ენერგეტიკული რესურსების არსებობა. იგი წარმოადგენს ბატონ დამერი, თუ შეიძლება ბუნებრივი ენერგეტიკულ რესურსებზე ძალიან მოკლედ და შემდგომ გადავიდეთ აი მატერიალურ, ასე ვთქვათ, რესურსებზე, რომელიც საჭიროა ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ბუნებრივ რესურსებზე იყო საუბარი, მე არ შევჩერდები რთულად, მხოლოდ აღვნიშნავ, რომ საქართველოს
ენერგეტიკული რესურსების პოტენციალზე იმას ლაპარაკობს, რომ საქართველოს მდიდარი არ არის ბუნებრივი ენერგეტიკული რესურსებით, მაგრამ ჩვენს ტერიტორიაზე თითქმის ყველა სახის ენერგეტიკული რესურსები გვხვდება. პირველ რიგში ეს არის, რა თქმა უნდა, ბატონ დავითთან შარიკაძესთან იყო საუბარი ჰიდრორესურსები, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია სათბობის რესურსების, რომელიც ჰიდრორესურსები უფრო ავსებს იმ ნაკლებობას, რაც სათბობ ენერგეტიკულ რესურსებში გვაქვს. არატრადიციული ენერგეტიკული რესურსებზე იყო ბატონ დავითთან საუბარი და აღარ განმეორდები, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ გამოყენების თვალსაზრისით რესურსებისა არ არის სახარბიელო მდგომარეობა. ჰიდრორესურსების, ეკონომიური ჰიდრორესურსების დაახლოებით 25% და ტექნიკური შესაძლებლობების მხოლოდ 12%, 25% და 12% გამოიყენება. ნახშირის მარაგების 0.2% გამოიყენება. შეიძლება ითქვას, რომ გამოიყენება ენერგეტიკის, არ გამოიყენება ენერგეტიკული რესურსების წყაროები, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ამ მიმართულებით გაწეული სამუშაოები იმედის მომცემია. ამ მიმართულებით გაწეული სამუშაოები, მაგალითად გორში უკვე შენდება 20 მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურები, რომელიც მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება ჩვენი ენერგეტიკისათვის. გადავალ მე დარგის ისეთ ენერგეტიკულ ეკონომიკურ საფუძველზე, როგორიც არის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ანუ ძირითადი კაპიტალი. მას სამართლიანად დარგის ძვალკუნთოვან სისტემას უწოდებენ. ძირითადი კაპიტალის რაოდენობრივი ზრდა და ხარისხობრივი სრულყოფა განუწყვეტელი ტექნიკური პროგრესის ბაზაზე წარმოადგენს ენერგეტიკის შემდგომი განვითარების ეკონომიკურ საფუძველს. ამის საჭიროებას განაპირობებს დარგის სპეციფიკა. აქ სულ უფრო აუცილებელი ხდება ინვესტიციების მეტი რაოდენობით განხორციელება, რასაც განაპირობებს ენერგეტიკული რესურსების მოპოვების აუცილებლობა უფრო შორ და ღრმა მანძილებზე, აგრეთვე ეკოლოგიური მოთხოვნების გამკაცრება. შესაბამისად, დარგი მოითხოვს ინტენსიურ და უწყვეტ დაფინანსებას, რათა შეინარჩუნოს ფუნქციონირების უნარი და ამავდროულად მიაღწიოს პროგრესს მაკროეკონომიკური გარემოს მოთხოვნების შესაბამისად. საქართველოს ენერგეტიკაში ძირითადი კაპიტალის ღირებულება წლით იზრდება. 2013 წლის დამტკს კი მან 2 მილიარდ ნახევრამდე მილიონ დოლარს მიაღწია. აქედან ძირითადი ნაწილი ელექტროენერგეტიკას დარგშია გამოყენებული. ენერგეტიკის ზემოთ ჩამოთვლილი ეკონომიკური საფუძვლების გამტკიცება აუცილებლად განაპირობებს ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას. რა იგულისხმება ამ ცნებაში? ენერგეტიკული უსაფრთხოების ცნებაში უნდა ვიგულისხმოთ ქვეყანისა და მისი თითოეული მოქალაქის მუდმივი გარანტირებული და ეკონომიკური ბოდის გიხდით ჩაგეჭრებით ამ ვთქვათ თქვენს ძალიან საინტერესო საუბარში, მაგრამ მოდით გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოების შემდგომი განვითარებისათვის აუცილებლად საჭიროა სამეცნიერო კვლევების წარმოება. ამ კუთხით რა მდგომარეობა, რამდენად ვიცი, მაინდა-მაინც სახარბიელო მდგომარეობა არ უნდა იყოს. რას გვეტყოდით ამ თვალსაზრისით? ესე იგი ენერგეტიკული ბალანსაც არ გვინდა, ვაპოვთ და სადავო არ არის, რომ სამეცნიერო ტექნიკური პროგრესი ასრულებს წამყვან როლს წარმოების რაოდენობრივ და ხარისხობარ მაჩვენებელთა გამოცემაში. იგი გულისხმობს პროგრესულ ძვრებს მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროში. მეცნიერება ტექნიკური პროგრესის საფუძველია, ხოლო ორივე მათგანის წარმოებაში დანერგვის ხარისხი განსაზღვრავს საზოგადოებრივი წარმოების განვითარების ტემპებსა და მასშტაბებს. გასულ წლებში საქართველოს ენერგეტიკულ სექტორს რამდენიმე სამეცნიერო კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტი ემსახურებოდა, სადაც მოღვაწეობდნენ საქვეყნო ცნობილი მეცნიერები. სამწუხაროდ გარდამავალ პერიოდში თითქმის ყველა სამეცნიერო და საპროექტო დაწესებულებებში პრაქტიკულად შეწყდა სამუშაოები. უმრავლესობა კი საერთოდ გაუქმდა. თავისი წმინდა კომპლექსური ენერგეტიკული მიმართულებით ქვეყანაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს. იგი იკვლევდა ენერგეტიკის განვითარების საკვანძო პრობლემებს. ჰქონდა 11 განყოფილება და ლაბორატორია, ასპირანტურა, სამეცნიერო ხარისხის მიმწვეველი საბჭო, მუშაობდა 124 თანამშრომელი, მათ შორის მეცნიერებათა დოქტორი 13, 30 მეცნიერებათა კანდიდატი და ასე შემდეგ. ინსტიტუტი ახლა გაუქმებულია. დაახლოებით იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ საქიდრო პროექტი, საქსელ პროექტი, შახტ პროექტი და ასე შემდეგ. გაუქმების ძირითადი მიზეზი კი
ფინანსური პრობლემები იყო. ამასთან დაკავშირებით ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მეცნიერება არის კაპიტალურ დაბადებათა ყველაზე მომგებიანი სფერო. სტატისტიკური მონაცემები მოსმობს, რომ მეცნიერების განვითარებაზე გაწეული დანახარჯები დაახლოებით 4-ჯერ უფრო ეფექტიანია ჩვეულებრივ კაპიტალურ დაბადებასთან შედარებით. ბატონდაბური გვეშველება რამე არის რაიმე პროექტები, რომლებიც დაკავშირებული იქნა აი ამ ენერგეტიკის სფეროში კვლევების, ასე ვთქვათ, წარმოებასთან. იმიტომ რომ ამის გარეშე ალბათ ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება რაიმე ახლა მე კაპიტალურ დამატებებზე თქვი რამდენად ეფექტიანია და მეცნიერებაში ენერგეტიკაში კიდევ უფრო ერთ-ერთ საგულისხმო ციფრს ვიტყვი, რომ დადგენილია, რომ 5-ჯერ უფრო მომგებიანია ენერგეტიკულ სფეროში იმ ზარალთან შედარებით, რაც ენერგეტიკის განუვითარებლობას წვეთს. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ახლა ენერგეტიკული კვლევების კუთხით საქართველოში მდგომარეობა არაა კარგი. ფაქტობრივად იგი დაყვანილია უმაღლეს სასწავლებლებში სხვადასხვა დონის აკადემიური დისერტაციების დაცვამდე. ყოველი ეს იმაზე მიუთითებს, რომ სახელმწიფომ ყველა ღონე უნდა იღონოს მეცნიერების, მათ შორის ენერგეტიკული კვლევების ხელშეწყობისა და განვითარების კუთხით. ბოლო პერიოდში ცნობილი გახდა სასიამოვნო ინფორმაცია. გათვალისწინებულია ენერგეტიკის კვლევითი დაწესებულების ჩამოყალიბება საქართველოში. უსურვოთ მას განხორციელება. აი ამ სასიამოვნო ნოტაზე მე მგონი შეგვიძლია უკვე დავასრულოთ, ასე ვთქვათ, ჩვენი გადაცემა. ესე იგი, პარასკევს ამ პროექტის მორიგი გადაცემა გეულდება სხვა წამყვანთა და სხვა სტუმრებთან ერთად. მე მომდევნო გადაცემამდე გემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.